ზოგადად ეს წუთი სოფელი, რაც ადამიანმა დატოვა თავისი არასწორი ქმედებით, 64 დატოვა და დედამიწაზე მოხვდა, თქვენ იცით, რომ ესე იგი ფაქტობრივად განუდგა, აი მოიშალა ის ჰარმონია, რაც ღმერთმა ადამიანს აჩუქა 64-ში. მე ადრე გახსოვთ გითხარით, რომ იქ არის საოცარი, ესე იგი შერწყმა ღმერთთან. არის ადგილი, სადაც ადამიანი არ შივდება, არ ღამდება, არ ტკივდება, არ სწყინდება, ეს არის ყველაზე საინტერესო. დღეს ჩემ ერთ მეგობართან საუბრობდით და აღმოვაჩინეთ, რომ დედამიწის ზურგზე, სადაც ეს საშინელი ცოდვები ტრიალებს, ყველაფერი მოდის იქიდან, რომ ადამიანს მოწყენილობა ეწყება და რაღაცით უნდა, რომ თავისი მოწყენილობაც ძლიოს და ამ საშინელი ერთფეროვანი მოწყენილობას დაუსხლტეს რაღაცნაირად. აი 64 კი არის ადგილი, სადაც ადამიანს არ სწყინდება. რატო არ სწყინდება, იცი? ღმერთია მოუწყენელი, დაუსრულებელი, უსასრულო, უკბილესი. და აი ეხლა ადამიანი რო დაეცა რაში გამოიხატება, რომ აქ უკვე ჩვენ ბრძოლაში ვართ. თქვენ იცით, რომ ბოროტი ძალა ებრძვის ადამიანს, რომ ისევ, ესე იგი, ღმერთს დაშორდეს, რომ ჩვენ ცოდვა ჩავიდინოთ, რომ კიდევ და კიდევ ჩვენი არასწორი ქმედებით უფრო ბევრი ცოდვები დავაგროვოთ, იმიტომ რომ ბოროტს არ ეცოდება ადამიანი და ბოროტს უნდა, რომ ყველა ადამიანი ღმერთისგან შორს იყოს და სატანჯოებში მოხვდეს. ხო და აი ჩვენ ამ მებრძოლ ეკლესიაში ერთი შემთხვევაც არ არის, რომ ადამიანს მოეპოვებინოს 64 და მოეპოვებინოს 64 მოთმინების გარეშე. ეგრე რომ თვითონ ბრძოლა რა არის, აბა დააკვირდით, აი ბრძოლის ველზე რა ხდება, ხო? არის ომი, ხმლების ქნევა, წყურვილი, შიმშილი, შიში და 1000 უბედურება ტრიალებს იქ და სიკვდილი და მთელი ამბები. ხო და ზოგჯერ გტკივა, ხო, რომ დაიჭრები, მაგრამ ითმენ და იბრძვი ბოლომდე. ზოგჯერ შეშინდები კიდეც, რომ აი გარშემო უკვე ყველა შენი მეგობარი მოგიკლეს და საშიშროებაა, რომ ტყვედ ჩავარდე და ამ შიშისგან ესე იგი თავი უნდა დააღწიო და რით ისევ ბრძოლით, ისევ მედგარი შეუპოვრობით, შეწახილით და ისევ მოთმინებით აქაც. აი ჩვენი ცხოვრებაც, როგორც უკვე გითხარით, ეკლესია ორ ნაწილად იყოფა, არის მებრძოლი ეკლესია და არის მოზეიმე ეკლესია. ეხლა ჩვენ, ვინც დედამიწაზე ვიმყოფებით ამ წუთის სოფელში, ყველანი მებრძოლი ეკლესიის შვილები ვართ. ანუ მიდის აქ გააფრთხილებული ბრძოლა. ის ბოროტი ძალა გვებრძვის, რომ ჩვენ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს, ცოდვაში დაგვაგდოს, განრისხებაში, როგორც გითხარით, მოწყენილობაში, მერე გაგვიჩინოს აზრი, რომ ჩვენ ვიღაცაზე უპირატესი გავხდეთ, ანუ ვიღაცა დავჩაგროთ, მერე გაგვიჩინოს აზრი, რომ რაღაცა, ესე იგი, მედიდურად მოვიქცეთ, ვიღაცას დავცინოთ, ესე იგი, მოვირგოთ რაღაცა დიდი თანამდებობა, რაღაცა ჩვენი წარმატება, მერე ხო, ამით ვიყვეხნოთ, ვიტრაბახოთ, რომ აი მე რა მაგარი ვარ და ზოგჯერ კიდე ადამიანი აგერ გაჭირვებისგან არის პრობლემები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, უამრავი ასეთი შემთხვევა და ამ ყველაფერს ბოროტი გვიქმნის, იმიტომ რომ ადამიანს წმენა წაართვას. აი ჩვენ ხო წინა გაკვეთილი წმენას მეუძღვენით და ზუსტად ეს არის, წმინდა მამები ამბობენ, მთავარი ბრძოლა წმენაზეაო. აი წმენა რო გატეხონ შენი, ბოროტები ყველა ძალის ხმევას ხმარობენ, რომ შენი ბოროტ, ესე იგი შენი წმენა გავზარონ, შენი წმენა შეასუსტონ. იმიტომ რომ უფლის წინაშე რო წავსდგებითო, ადამიანი თავისი მიტანილი წმენით გამართლდება. და აი ჩვენ მთავარი შერკინება ამ ბოროტ ძალასთან გვიწევს, რომ ესე იგი ეს წმენა შევინახოთ და ხელის გულზე დადებული წმენა მივართვათ უფალს.
ხო და აი ამ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ველზე ყველა ადამიანს ჭირდება ესეთი განსაკუთრებული მოთმინება. რა არის მოთმინება? მოთმინება არის, როცა შენ გიჭირს, მაგრამ ითმენ, როცა შენ გტკივა, მაგრამ ითმენ, როცა შენ მოწყენილიც შეიძლება იყო რაღაცა, ისე ვერ იყო ხასიათზე, მაგრამ უნდა მოითმინო. შეიძლება ზოგჯერ გასაბრაზებელიც არის რაღაცა, მაგრამ უნდა მოითმინო. აი ამაში იწვრთნება ადამიანი და იცდება ადამიანი. მე ახლა ეს ამბავი მინდა მოგიყვეთ ერთი მართალი კაცის იობ მრავალმნებულის მოთმინების მაგალითით, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში ასეთი მართალი კაცი, რომელმაც ასეთი განუსაზღვრელი მოთმინება, ის განუსაზღვრელი ტანჯვა, განუსაზღვრელი სიმძიმე დაითმინა, შეიძლება ითქვას, მეორე ასეთი მაგალითი არ არსებობს. და ახლა რა მოხდა ასეთ? მოკლედ, ბოროტმა, აი სატანას ხო ეშმაკს ხო სატანა ქვია და სატანამ უთხრა ღმერთს, რომ შენ ოიცაო ადამიანსო, თორე რომ იმიშვაო შენი ერთგული და მართალ ადამიანებსო, ხო? მე ესე იგი ისე დღეში ჩავაგდებო, რომ მაშინათვე შენზე ცუც იტყვიან და დაგმობენო, ანუ რწმენას დაუკარგავ. ხო და შენო ერთი მართალი კაციც აღარ დაგჩაო ერთგულიო, იმიტომ რომ აბა მიმიშვი მეო და ნახავ რა დღეს ჩავაგდებო და კარგიო, ეხლა ღმერთმა იფიქრა, ვინ შეერჩია მართალთა შორის. იფიქრა და ასეთი მართალი იობი შეარჩია. იობი იყო კეთილმორწმუნე, ღმერთის წამდა, იყო 10 შვილი ყავდა, 7 ვაჟი და 3 გოგო ყავდა და კარგი ძვირფასი მეუღლე ყავდა, ჩემო ძვირფასებო, დიდძალი საქონელი, მოკლედ დიდარ კაცად ითვლებოდა. ცხენი, ჯორი, მაშინ ესე იგი ტრანსპორტი, ეს საშუალებები იყო და დიდარი კაცი იყო, კარგად ცხოვრობდა, ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა და განადიდებდა ღმერთს, ერთადერთ ღმერთს. და კარგიო, მიდიო, ღმერთმა უთხრა, მაგრამო მის სიცოცხლეს ვერ შეეხებიო, მას ხელს ვერ ახლებიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი რაც გინდა გაუკეთე ბრძოლაო, ოღონდ შენ მისი მოკვლის უფლებას არ გაძლეო. ამის უფლებას ბოროტს არ მიცა ღმერთმა. და მართლაც პირველი რაც ამბავი მოუტანეს, ნელ-ნელა როგორ გაუწყდა მისიავლადიდება, ანუ საქონელი. სადღაც ცხრის ფარა დაიკარგა, იქით ჯორის ესე იგი ხროვა გადავარდა, სადღაც ამოწყდა და მოკლედ ნელ-ნელა ეს მდიდარი კაცი გაღარიბა. ხო და აბა ეხლა ვნახოთ რა სიგავდა, ეხლა აყვირდება ყველა იობი, რა თქმა უნდა, ღმერთმა მიუშვო და ღმერთიც აყვირდება და ღმერთს იმედიან, რომ განსაცდელში მისი მორწმუნე ადამიანი არ დაგმობს ღმერთს და არ გაებზარება რწმენა. და მართლაც იობმა თქვა, არა უჭირსო, თქვა, იყო დრო, როცა არაფერი არ მქონდაო, მე რო დავიბადეო, მქონდაო რამეო, არაფერიც არ მქონდაო და ეს ყველაფერი შენ არ მომეცი ღმერთო, იდება უფალო, თუ ისევ წაიღე ესაო, არც არაფერი მინდაო, აქ ჩვენ დროებითო ვართ, წუთი სოფელშიო, განა რამდენ ხანს ვიცოცხლებთო და ხავარ ის კი არ არის, რას შევჭამ, როგორ მოვაწყობ ჩვენს გარემოს, როგორი სიმდიდრე თუ როგორი მიღწევები გვექნება წუთი სოფელში, თავარი ის არის, რა რწმენა გვექნება, უფლის რა სიყვარულის რწმენას მივართვენ ჩვენ, როდესაც წავსდებით უფლის წინაშეო. მოკლედ აქ არაფერი გამოუვიდა. ახლა რა სიტყვიო? ღმერთმა უთხრა ახლა ეშმაკს და ეშმაკმა უთხრა, ეგო პირადად მას რომ არაფერი დაშავებია, იმიტომ აბა ეხლა მიმიშვიო და მერე ნახე რა დღეს ჩავაგდო. ანუ პირადათო ვატკინო რა, აი მას რო შევეხო სხეულზეო. და კარგიო უთხრა, ოღონდ კიდე უთხრა, რომ მის სულს ხელს ვერ ახლებ. ნახე, სული არ დაუბრუნდა. დანარჩენი რაც გინდა გააკეთეო და
მოხდა ასეთი ძალიან ესე იგი მძიმე შემთხვევა. დიდი ქარი იცოდა იმ კუთხეში, საშინელ ქარბოლბალა ამოვარდა და 10 შვილი ხო გითხარით ყავდათ მეთქი და ასეთი მხიარულება უყვარდათ, ერთად შეიკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენი საყვარელი იობის შვილები და ერთად დღესასწაულობდნენ ხოლმე და ჩათვალეთ, რომ აი თქვა შობა მაშინ შობა არ იქნებოდა, მაგრამ აი როგორც ჩვენ შობა გვიხარია, ახალი წელი გვიხარია, ერთად ვიკრიბებით, რაღაც ესეთი დღესასწაული ქონდათ და ერთად შეიკრიბნენ ამისი შვილები 10-ვე შვილი ერთად. და უცბად ბავშვებო, ამ ქარბორბალამ წააქცია მთელი სახლი, ჩაიტანა მიწაში და ყველა შვილი ერთ დღეს გარდაეცვალა. აი ესეთი მძიმე კადრებიც კი წერია, მძიმე სიტყვებიც კი წერია, რომ თურმე სხეულის ნაწილები რომ ამოქონდათ, რომელი შვილისა იყო არც იცოდაო და ასე ნელ-ნელა აწყობდა თავის შვილებს და ტიროდაო. მაგრამ ღმერთის დასაგმობი არაფერი წარმოსდენია არც ერთი სიტყვა. მოთმინებით იტანდა ამ ტირს, ტიროდა და როგორც წესი და რიგი იყო, ლოცვით, ესე იგი პატივისცემით მიაბარა მიწას. ხო და ნახეთ ახლა ცოლი ცოცხალი დაუტოვა ღმერთმა და ცოლი ეუნებოდა, რომ ხო ხედავ, მდიდარი კაცი გაღარიბიო, 10 შვილის მამა უშვილოდ დარჩიო, ეხლა მაინც არ იტყვიო აუქშენს ღმერთსეო, ხო ხედავ რა დღეში ჩაგაგდო. ხო და ამან უთხრა, რომ შვილიო, ღმერთმა მომცაო და ღმერთმა წაიყვანაო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ღმერთმა არ მიმატოა ეს ჩემი გამოცდა არისო და მე ამ ტილს მოთმინებით დავითმენ. მოვითმენ ამ საშინელ მდგომარეობასო და ასე მაინც მოთმინება ამჯობინა. მერე ბავშვებო, მოხდა კიდევ ასეთი რამ, რომ პირადად დაეცგერა ეს ბოროტი და მოულინა ყველაზე დიდი დაავადება, რაც კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი არსებობს, ყველაზე მძიმე ავადმყოფა იყო კეთრი. კეთრი რა არის, იცით, აი ადამიანს შეეყრება და მთელ სადაც მოხდება ეს კეთრი, თან გადამდებია. მთელ სხეულს ამოკორტნს თუ სხეულსი, ასე ზესეურად ალპობს ადამიანს და გაუსაძლისი ტკივილები აქვს და თან განუყურნებელი. ხო და იობი ვეღარ ვეხსედგება და თუ რამე დაავადება არსებობდა, მოედო ყველაფერს და აი იმ დონეზე შეუძლოს იყო, რომ ლოგინიდანაც ვერ დგებოდა და აი ესე ჭიამატლი დაესია და იმის თავიც არ ქონდა, რომ მოეგერიებინა. აი რაღაცა პატარა შვება ენახა და უკიდურესი სიმძიმით იტანჯებოდა. და რა თქმა უნდა, ცოლი ისევ ეუნებოდა, დაგმე შენი ღმერთი, ხო ხედავ რა დღეში ხარო, ხო ხედავ როგორ მარტო დარჩი, არავინ აღარ ყავსო, მაგრამ ძლივს საუბრობდა იობი, მაგრამ ღმერთს მაინც არ ყვედრიდა და მაინც განადიდებდა ღმერთს. და რა თქმა უნდა, ესე იგი ღმერთმა ამდენი მოთმინება, იობის მოთმინება სასიკეთო შედეგით ღმერთმა მოწყალება მოიღო იობზე და დაუფასდა ეს მოთმინება. და პირველი ნახეთ რა მოხდა, როგორც უპალმა ესე იგი ინება ერთი თქმით ყველა დაავადება გაუქრა ეს წუთში. აი უცბად მოურჩას ყველაფერი და ეს მომაკვდავი კაცი, როცა ეგონათ, რომ საერთოდ ფეხზე ვეღარ დადგებოდა, უმყისიერად უმალ განიყურნა ყველაფრისგან. მერე დიდ ძალი სიმდიდრე მისცა, იმაზე აღმატებული ვიდრე მანამდე ჰქონდა და ასევე 10 შვილი იწითო გარდაეცვალა და კიდე 10 შვილი, ისევ 7 ვაჟი და 3 ქალი ყავდა. და მდიდარი იყო და ბედნიერად და ტკბილად ცხოვრობდა და მოიცა ასე წერია, რომ ესე იგი იმის შემდეგ კიდე სულ 148 წელი იცოცხლაო, 148 წელიო და რაც ეს ამბავი შეემთხოვ, შემოდ ვიფასებო, მას შემდეგო, მოიცა ზუსტად გითხრათ, კიდევ 140 წელი იცოცხლაო. ეს რომ
ესე იგი 140 წელი კიდო იცხოვდა და ჯამში, ესე იგი 108 წლისა იყო ეს დიდი განსახდელები რო გადაიტანა. და ვიღა იფიქრებდაო კიდე რო იცოცხლებდა, მაგრამ აი ამით ღმერთმა დაგვიმტკიცა ყველას, რომ ქართული გამოთქმაც არსებობს, მოთმინებითა შენითა მოიპოვეს სული შენიო. რას ნიშნავს? ესე იგი, თუ მოითმენო, შენ სულს, ანუ შენ სიცოცხლეს მოიპოვებო. სიცოცხლეს ღმერთში, მარადიულ სიცოცხლეს ცათა სასუფეველში. წარმოიდგინეთ, ახლა კლასში გადავინაცვლოთ, აი კლასში ვართ და ხო არიან ხოლმე ცელქი ბიჭები და ერთი ცელქი ბიჭია და ასე ლამაზი პატარა გოგო მიზის იმის წინ და აქედან თმებს მოკაჩავს და გასწორდება თვითონ არ არის. ეს გოგო ძალიან ყურადღებით უსმენს მასწავლებლებს. ხო და ეხლა ხან აქედან გამოკაჩავს, ხან აქედან ჩააწყავს, ხან წიგს გადაუგდებს, ხან ფეხით მიწდება და ჩამოუსვავს ამ ჭუჭყიან ფეხს და ნერვებს უშლის რა. და თან ეს გოგო მაგრად სწავლობს და რამდენი კითხვას დასვავს, ხელს აწევს და პასუხობს და ამას ნერვები ეშლება რა. ამ ცელქია რა ქნას ახლა. ხო და ბოლო ამოუვიდა ამ გოგოს ხელში და დიდი წიგნი ამოიღო ჩანთიდან, აი ამ სისქე, რა ვიცი, ყველაზე სქელი რა წიგნები გაქვთ და ეხლა უკვე იცის, რომ ის არის და რამდენი მიტრია და მე არაო ისე აკეთებს თითქოს, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ და გაამზადა ეხლა და როგორც კიდე შეეხება და უნდა თხლისოს ცხვირი პირში ეგრევე რა გამზადებულია. ხო და მე ხო ესე იგი ამ და მოთმინების გაკვეთილს ხსნიდა. ეხლა უთხარი, რომ აი სანამ ესე იგი ცხვირი პირში ამ წიგს უთავაზებდა, მოუყევი, რომ აი ეს არის მოთმინება, რომ შენ ეხლა თუ ადამიანურად მიურექი ამ შემთხვევაში, მაშინ ვეღარ მოითმენ და მართალია. მაგრამ თუ ქრისტე გაგახსენდება, ნახე ქრისტემ რა გითხრა. მე შენი ცოდვაც მტკიოდა საყვარელო და ვინ შენ ცუდად გექცევა და თუნდაც გაწვალებს ეხლა. იმის ცოდვაც მე მტკიოდა ჯვარზე რო გავეკარე. ხო და ჩვენ ქრისტეს რო ტკიოდა ჩვენი ცოდვები, რას აკეთებდა? ითმენდა ამას. და როცა ჩვენ წინაშე თქვენს წარსდგებითო, მე ასე შეგეკითხებითო ქრისტემ. აი მე თქვენი ცუდი ჩადენილი ჯვარზე რო მაკრავდნენ და მაწამებდნენ მტკიოდა, მაგრამ ვითმენდი საყვარელი. აბა შენ რა მოითმინე ჩემთვის? ეტყვის. აი მე შენთვის ეს მოვითმინე. აბა შენ რა მოითმინე ჩემთვისო? ხო და შენ თუ რამდენი ცუდად მოგექცნენ და დაუბრუნე, საფრთხმელიც აღარაფერი გექნება. ხო და ამ გოგომ ეს წიგნი გაუშვა ხელიეს. როგორც ამას გამზადებული აქვს, რომ მე ვითომ ვერ ხედავ ვერაფერს რა. ჩემი მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებს ესე იგი აუხსნა, რომ სწორი პრინციპი რა არის, ცხოვრების სწორი პრინციპი. სწორედ როგორ ვიცხოვროთ, რომ როდის შეგვეწევა ღმერთი, მე ეს მევალება, რომ ეს აგიხსნათ, თორე თქვენ რა თქმა უნდა დამოუკიდებლები ხართ, ინდივიდუალურები ხართ და თქვენ თვითონ იცით მე თავისუფალი ნება გაქვთ და როგორ მოიქცევი და მოკლედ ამ გოგო მე ესე ჩანთაში ჩადო და თუ აქამდე ელოდებოდა მომენტს და ადამიანურად ითმენდა, უკვე ნახე ეს ბიჭის ასეთი ცელქობა უკვე ღმერთის გამო მოითმინა. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და იობის ძალაც ამაში იყო მოთმინების, რომ ის ტკიოდა, მაგრამ უფალს ეუბნებოდა, რომ შენ ხო ასეთი ტკბილი და დიადი ხარ და მე შენს გამო ვითმენ ამ ყველაფერს. აი ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ როცა ცოტა ისი არ არის, როგორც ჩვენ გვინდა აბრაზებენ, ან 1000 რაღაცეებია, ხო? ვიჭირს ან რაღაცა. აი გავიხსენოთ ხოლმე იესო ქრისტე და დავიმახსოვროთ, რომ როდესაც მოვითმენთ, აუცილებლად ამ მოთმენას ჯილდო მოყვება, საფრთხო, მადლი, წყალობა და უფლის ჯილდო მოყვება. და მე ბოლოს მინდა აკაკი წერეთლის ერთი პატარა მოთხრობის შესახებ გიამბოთ, რომელსაც აკაკი წერეთელმა ლეგენდური დაარქვა. ლეგენდური, ვითომ ესე იგი ლეგენდასავით ამბავიაო და ამ დროს
მე გეტყვით, რომ ეს ნამდვილი ამბავია ბიბლიაში, რაც გვიწერია, მე რასაც გიკითხავთ, ეს მოგონილი ამბები კი არ არის, ნამდვილია. ანუ აკაკიმას ლეგენდური, რომ ლეგენდასაც გაავსო თითქოს ისეთი ამბავია და თქვენ მერე მიხვდებით, ეს ნამდვილი ამბავი ხატრულად როგორ ლამაზად დაამუშავა აკაკი წერეთელმა ოსტატურად. საქმე რაშია, რომ ღმერთმა რომ იობი განსაცდელში ჩააგდო, ყოველგვარი ჭირი მიაყენა კარზე, დაუქცია სახკარი, გაუნადგურა ჭირნახული. ჭირნახული არის შემოსავალი რა, საკვები პროდუქტი. გადაუშენა ჯოგები. ჯოგები არის აი ვირის ჯოგი და 4 ფეხი რა. და ესეც რომ აღარ აკმარა, დაასნეულა, დააწმულა და მატლებიც დაახვიო. ამ დროს შეუჩდა ეშმაკი, მაგრამ ძვირი ღვთისა ვერ ათქმევინა. ყოველივე მისი ნებააო ამბობდა. ნახე რა საოცარია, ნახა ღმერთმა მისი მორჩილება და ერთიორად დაუბრუნა ყოველგვარი დანაკლისი. აკურთხა მაღლით და მისი მოთმინება სამაგალითო დაუდვა კაცობრიობას. მისი გვამიდან გამოსული ჭია მატლებიც მადლად გადააქცია და დაურიგა სასარგებლოდ ქვეყნიერებასო. ესე იგი, აი ლეგენდურიც ამიტომ ქვია, რომ ეს ჭიამატლი რომ კბენდა და ხრავდაო, რომ დაითმინა, ისინი სულ სასარგებლო წერებად და ფრინველებად გადაიქცნენ. აი ეს მოიფიქრა აკაკი. ხო და 2 მათგანიო საქართველოსაც ერგო ამ ჭიამატლებისგან. ერთი ფუტკარიო, ანუ ამ მატლისგან ფუტკარი წარმოიქმნაო და მეორე კიდე აბრეშუმის ჭიაო. ნახეთ რა მაგა, ორივე სუფთა ქართული. აი ამას წინათ დიდი აღმოჩენა იყო და დაადგინეს, რომ როგორც ღვინის, ქვევრის, ვაზის, ხორბლის სამშობლო არის საქართველო, ასევე დაადგინეს, რომ თაფლის სამშობლო საქართველო ყოფილა. თაფლის თუ სამშობლო საქართველო, ესე იგი ფუტკრისაც საქართველო გამოდის და აკაკი წერეთელმა ეს ცოდნა გამოიყენა. ესე იგი პირველათო იობიდან წამოსული ეს თაებრილი ფრინველი საქართველოს აჩუქაო. პირველ საქართველოსთან გავწევდა მსოფლიოშიო. ხო და ეხლა დააკვირდით როგორია ფუტკარი. სამყარულად ჯერ ხო ძალიან ლამაზია, თუ დაკვირები ხართ, რაღაცა საოცარი ფერები აქვს, ყვითელი რაღაცა ლამაზი. მერე ნახეთ, სულ შრომობს, ერთი წუთით არისვენებს, სულ შრომობს. ნახეთ, რასაც მოიპოვებს, აგროვებს თაფლს, ადამიანს აძლევს. ხო და რაც რჩება თაფლისგან, იმისგან კიდე სანთელს ვამზადებ და ღმერთს უმთებთ. ნახეთ რა საოცარია. ეხლა როგორი თვისება აქვს. ესე იგი, ფუტკარი დაფრის ბავშვებო, რომ საკვები მოაგროვოს და რაზე აგროვებს საკვებს? ყვავილების გულიდან ამოწევს სიტკბოს. ანუ დაადის ქვეყანას უვლის და სიტკბოს აგროვებს. ნახეთ რა საოცარია. თუ შევადარებთ ბუს, ბუზიც დაფრენს. მაგრამ ბუზმა იცის ნაგავი სად არის, ჭუჭყი სად არის, აბა სადაც ცუდი ადგილებია, ყველაფერი იცის. ხო და მამა პაისი ამბობს, ფუტკარს რო კითხოთო, სად არის ნაგავიო, გეტყვის, რა ვიცი, არის სადმე ნაგავიო. მე მკითხეთ, ყვავილები სად არისო და ფუტკრისთვის ყველგან ყვავილია და თუ შემთხვევით სადმე ნაგავში მოხვდაო, იმ ნაგავში ერთ ამოსულ ყვავილს იპოვისო. გულიდან სიტკბოს გამოწუწნის და წავა და იქით აღარ მიეხედება, იმიტომ რომ ნაგავი სად არის და ჭუჭყი სად არის და ბოღმა და მწუხარება და უბედურება, ფუტკარმა ეს არ იცის. ის ეძებს სულ სილამაზეს და სულ სიტკბოებას. ხო და მერე ნახეთ როგორია კიდე, როდესაცო გააბრაზებენ, ნახეთ ფუტკარს, გააბრაზებენ, ხო ადგება და კბენსო, თან ძალიან მწარია, იცით, ფუტკრის ნაკბენი დასილდება ხოლმე, ხო ვიცით? ხო და აკაკის როგორ აქვს, იცით ნათქვამი? ვერეკიო სინანულში ჩავარდება, ეს რა გავაკეთე უკაც. როგორ უკბენი ადამიანსო, მე ღირსი აღარა ვარ, თაფლი დავამზადო და სანთელი დაანთო ჩემი ნაშრომიდანო და დარდისგან კვდება მერეო. და მართლაც ფუტკარი თუ უკბენს ადამიანს, ის მალევე კვდება.
აი ესეთი ბუნებითია და ესე იგი აი ერთი ხო და მეორე ასეთი ფრინველი ჭიისკარო გადაიქცა მწერი არის აბრეშუმის ჭია. ეხლა როგორია ეს აბრეშუმის ჭია? მე რო თქვენ ხელა პატარა ვიყავით ჩემო ძვირფასებო, კახეთში ყველა ოჯახს ყავდა ხოლმე აბრეშუმის ჭია. ასეთი პატარა ოთახებში მაგარი სითბო იყო ხოლმე, ძალიან მაგარი სიცხე რომ ბავშვები რო შევდიოდით 2 წუთზე მეტ ვერ ჩერდებოდით. და ესეთი თაროები იყო ხოლმე. ხო და ამ ესე იგი საჭმელად აძლევდნენ ხოლმე თუთის ფოთოლს. ზოგან ფურცელს ეძახიან, ფურცლის ფოთოლსო. წვანე ფოთლებს დაუყრინდა და ესე მსუქანა ჭია ესე ხრავდა სულ ჭამდნენ რა, ერთად ჭამდნენ და დიდი გახდებოდა და მერე თავის რაღაცა გარს შექმნიდა პატარა პარკს, შიგნით მოემწყდებოდა ეს. და ამ პარკზე მერე ამზადებდნენ ამისგან აბრეშუმის ძაბს, რომელიც დღესაც მსოფლიოში ყველაზე ძვირფასად ითვლება. ხო გამიგიათ, აი საქართველოს ოდითგან, აი სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძაფის წარმოებაში საქართველოზე ამბობენ, რომ ჩვენი სამშობლო, ანუ პირველი ძაფის წარმოება საქართველოში აღმოჩენილი ძველი დიდი არქეოლოგიური გათხრებიდან აღმოაჩინესო ჯერჯერობით ბოლო ინფორმაციით ქართული ძაფიც ასევე ყველაზე ძველად ითვლება. მინდა ასევე გითხრათ, რომ იცით, რომ გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოში ისეთია, რომ ყველა დიდი ქვეყნის გზა, სავაჭრო გზა, გინდა არ გინდა საქართველოზე გადიოდა ყოველთვის და აი ამ გამავალ გზას აბრეშუმის გზაც კი ერქვა. და დღესაც არსებობს ეს გზა და ჩემო ძვირფასებო, აქედან ჩვენ რა დასკვნა მინდა გავაკეთო. ქართველებს თურმე ასეთი გამონათქვამი გქონდა, რომ თურმე ცუდ კაცს ის გულშიც ბოღმა, მწუხარება, შურია, აი ცუდს ფიქრობს გულში და გარედან კიდე ვითომ კარგი ადამიანია. ასეთ ადამიანს თურმე სახლში ფუტკარი არ უდგებაო. აი ფუტკარმა როგორ იცით ისი, ასეთი სკა აქვს ფუტკარს. ხო და თუ არ მოეწონაო ადამიანი, მთელი გუნდი ამოფრინდებოდა და წავა და სხვა ცარიელს კაში შესახლდება, ან ტყეში სადღაც დაიბუდება. და ერთ დღესაც მივა კაცი და არც ერთი ფუტკარი არ დახვდება. ხო და მეორე აბრეშუმის ჭია თურმე ისეთი თვისება ქონია, რომ ცუდი კაცის სახლში არ განაყოფიერდება და თავის ესე იგი სარგებელს არ მისცემს ადამიანს. და ასეთი აკაკი ბოლოს დასცენს ამ მოთხრობაში, რომ ასეთი წესი იყო ადრეო, რომ თუ აი კაცს ათხოვ, ესე იგი კაცი ინიშნებოდა ან ქალი თხოვდებოდა, უნდა წასულიყვნენ და ის ოჯახი ენახათ, ვისთანაც დამოყრდებოდნენ. რომ აბა ერთი ნახეთ, როგორია ხალხიაო, უჩერდება ფუტკარი და აბრეშუმის ჭიაო, თუ არაო. და რო შეამოწმებდნენ, თურმე თუ არ აღმოჩნდებოდა მათ ოჯახში ფუტკარი, მაშინ იფიქრებდნენ, ეგ ცუდი ხალხი ყოფილა და მაგათი ოჯახის შვილი სახლში არ შეიშვებაო. ხო და ამიტომ ჩვენთან წესი იყო, რომ შეიძლება დიდი რაოდენობით ფუტკარი არ ყოფილიყო ქართული ოჯახი, მაგრამ ერთი სკა ფუტკარი აუცილებლად უნდა ყოლოდა და რაღაცა მინიმალური რაოდენობით აბრეშუმის ჭია. მე ამახსოვს, იცით, გამოივლიდნენ და ამ აბრეშუმის ჭიას იბარებდნენ ხოლმე. ფულს უხდიდნენ ამ გლეხებს. და კახეთში ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ ყველა ოჯახში იყო აბრეშუმის ჭია. მოვიდა ამ ციხთან ეს უსაქმური ჭრიჭინა. თუ არ ავწევი ჭრიჭინა არ მახსოვს. ხო, იქნება. მოვიდა და ეხლა ამ ციხმაც იფიქრა, რომ სტუმარი მოვიდა და მოდი გადავდეთ ჩემს საქმეს ცოტა ხნითო და არადა სადღაც შორს იყო წასული, მოიტანა თავისი შვილებისთვის თხილი, რაღაცეები, მოკლედ მოაგროვა, სურსათის ანოვაგე. მოვიდა ეს უსაქმური ჭრიჭინა და დაუჯდა და ელაპარაკება რაღაცას. ამ ციხს ეხლა ძალიან ბევრი საქმე აქვს, მაგრამ რა ქნას ვერ ეუბნება სტუმარს, რომ
მოდი დავანებოთ მაგაზე თავი და საქმეს მივხედოთ. ვერეუბნევ. ამ დროს მოვიდა ბავშვებო ერთი ძალიან გაჭირებული თაგვი, რომელსაც კბილის ტყიოდა და უთხრა რომ მე ვერ წავედიო საჭმლის მოსატანათო ჩემი შვილებისთვისო და იქნებაო ცოტა მასესხო შენო და მე ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნებ. და ეს რო გაიგო და ციყვმა უთხრა რატომაც არ გასესხებო. გამოიტანა და მისცა რომ წაიღო თავისი შვილებისთვის და ეს რო ამ წრიჭინამ დაინახა უთხრა გალანძღა მოკლედ ეს ჩვენი პატარა თაგვი და უთხრა რომ შენო მოკლედო არა თაგვმა კი არ უთხრა წრიჭინამ უთხრა ამდენი უწვალიაო მისი შორიდან მოუტანიაო და შენ კიდე ამას არ თმევ აბა როგორ შეიძლება ეგეთი საქმის გაკეთება და შენო ქურდი ხარო თუ რაღაც მოკლედ ლანძღავს ეს რაღაცებს ეუბნება და თაგვმა უთხრა რომ მეო ქურდი კი არა ვარო მაგრამ შენო ყაჩაღი ხარო რატო ვარო ყაჩაღიო რატო და ეხლა დაფიქრდიო მე რაც გამოვართვიო იმ ციხვსო შემიძლია რომ ის თხილი უკან დაუბრუნო მაგრამ შენ რო ზიხარ და მთელი დღე რო ელაპარაკებიო მაგასო და ამდენი დრო წაართვიო აბა ეგ დრო დაუბრუნე უკან ხოდა არის თუ არა მართლაც ყაჩაღი ეს წრიჭინა ციხვს წაართვა ისეთი რაღაცა რასაც ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნებ დროს ვერასოდეს ვერ დაუბრუნებ აი მაგალითად დღეს არის 2023 წლის 27 მარტი აი დავუშვა დღეს მოვიდა ვიღაცა და მთელი დღე დაგვაკარგვინა არაფერში აი ტყუილ ლაპარაკში სახლში ხარ საქმეს აკეთებ მოვიდა ვიღაცა და არაფრის გამო საქმე რო ქონდეს მაგაზე კი არა ელაპარაკ არაფრის გამო გელაპარაკებო და მოკლედ დრო დაგაკარგო 2027 წლის 27 მარტი როდისმე დაბრუნდება? ვერ დაბრუნდება დროს ვერ დაიჭერ დრო მიდის და უკან არ აბრუნდება როგორც ერთ სიმღერაში დრო უკან არ ბრუნდება ერთადერთი რამე რასაც უკან ვერ დააბრუნებ დაკარგოს აი ეს არის დრო შეიძლება ადამიანმა თანხა ფული დაკარგოს მაგრამ ისევ იშრომოს და ისევ კონდეს ეს ფული შეიძლება ჯანმრთელობა დაკარგოს რაღაც დაუდევრად მოიქცეს არ გაუფრთხილდეს მაგრამ იმკურნალოს და ისევ აღდგეს ჯანმრთელობა შეიძლება ცუდად მოიქცეს და მეგობარიც კი დაკარგოს მაგრამ უთხრას რომ აპატია ჩემი ბრალია შემეშალა და ის მეგობრობა აღდგეს და შეიძლება იმაზე უკეთესადაც კი აღდგეს ვიდრე მანამდე იყო მაგრამ აი დაკარგული დრო არასოდეს არ დაბრუნდება და ეხლა გაგიკვირდებათ ერთ ისეთ რაღაცას გეტყვით რომ აი ეს ჭრიჭინა ჩვენთან ყველასთან მოდის მარტო პატარებთან კი არა მშობლებთანაც და მოხუცებთანაც და კვირაში ერთხელ კი არა ყოველ დღე მოდის და ჩვენ ძალიან ბევრ დროს გვაკარგვინებს რაო მეგობარო როგორ 27 მარტი რაო 27 მარტი დაბრუნდება 27 მარტი კი დაბრუნდება მაგრამ 2023 წლის 27 მარტი არ დაბრუნდება ეგ სხვა წელი იქნება ისე რომ ის კი დაბრუნდება მაგრამ უკვე სხვანაირი დაბრუნდება ისეთი აღარ და ამიტომ ვამბობ ჩემო მეგობარო რომ გაუფრთხილდეთ იმ დროს ეს ჭრიჭინა ყველას გული ჯიბეში ან სადმე სხვაგან გვიდევს ხოლმე ესე იგი მოდის ეხლა ნახეთ რა ხდება აი ნახეთ ერთი რამე მინდა გითხრათ აი რაც აქ ეხლა თუ რამე კარგი თქმულა აი საკვირაო სკოლაზე ან რაღაც მოფიქრებულა იცი როდის როდესაც მე ვზივარ და ვფიქრობ ან რაღაცას ვაკეთებ და ვფიქრობ ეს მითრაში ასაკ იქნებ ღმერთმა რაღაცა უნდა გითხრას აი აზრი მოგაწოდოს მაგრამ ჩვენ ღმერთს არ უტოვებთ იმის დროს რომ გითხრას აი როდის არ უტოვებთ იცით მაგალითად ადრე ადამიანი ურმით დადიოდა დღეს ხო მანქანებია და უშუალოდ სამსახურში გინდა რომ 10 წუთში მიხვალ
ურემით რომ ისულიყავი სადმე, შეიძლება ერთი დღე გჭირდება, ერთი ქალაქი და მეორე ქალაქში რომ ჩახვიდე. ეხლა 1 საათში ჩახვა. და ადამიანი ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ურემზე რომ იჯდა, აი ცხენზე იჯდა რაღაცა და მიდიოდა, რას აკეთებდა? ან ლოცულობდა, ან ფიქრობდა. სხვა არ არსებობს, ან ლოცულობდა, ან ფიქრობდა. დღეს ცხენზე აღარავინ აღარ აზის, იმის საშიშროება არ არის რომ გადმოვარდეს, ზის სამარშრუტო ტაქსში თუ ავტობუსში თუ სხვა და რა უჭირავს? ყველასთან ძღოლიანად. ხო, გეუბნები. ძღოლსაც უჭირავს. აბა დააკვირდი ძღოლებს თუ არ უჭირავს ტელეფონი. სალიხელით ამას იძებენ, სალიხელით საჭეს მართავენ. და ეხლა ნახეთ კიდევ მეორე. დაუშვათ ილია ჭავჭავაძე რას ამბობს? ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო? მაგრამ ჩვენ როდის ვკითხოთ ჩვენს თავს? რო დავწვევით ის პატარა ბავშვმა რო იცის ახალი ნაყიდი ნივთი რო აქვს და რო უნდა დააძინოს. იმასთან ერთად რო იძინებს და ეგრე აძინებს პატარიდან დაწყებული მოხუცამდე ყველა ტელეფონს აძინებს. ან ტელეფონი აძინებს. ეგ არის, ეგ სამწუხარო რეალობაა. ეგ არის ის ციყვი კი არის ჭრიჭინა, რომელიც ჩვენ ყველა ძალიან ბევრ დროს გვართმევს. მე ვამბობთ, ჩვენ დრო არა გვაქვს ლოცვისა, დრო არა გვაქვს სახარების კითხვისა, დრო არა გვაქვს ერთმანეთთან მისვლისა. როგორ არა გაქვს დრო? 4 საათი რო ტელეფონში ზიხარ ადამიანი. გადადე და 4 საათი რომ ნათესავი მოინახულო, მეგობართან მიხვიდე, რა იქნება? წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლის ღებამდე პლაკი დაერქვა. ის მხედართ მთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. პლაკიდა ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. ხალხში კი კეთილი გულით გამოირჩეოდა. მშივრებს აჭმევდა, ასმევდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. მოცალეობის ჟამს პლაკიდას ნადირობა უყვარდა. ერთხელაც ნადირობის დროს პლაკიდას უფალი გამოეცხადა და მიუგო. პლაკიდა, რა ისამდევნი მე? შეშინებულმა პლაკიდამ ჰკითხა თუ ვინ არის ის და მას განეცხადა თუ ვინ იყო იესო ქრისტე. როგორ განკაცდა ადამიანთა ცოდვათა გამოხსნისთვის. როგორ მოაკვდინეს და როგორ აღსდგა მესამე დღეს და დათრგუნა სიკვდილი. პლაკიდა მწრფელი გულით ირწმუნა ყოველივე და ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ნათლის ღებით განწმენდა უბრძანა. გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც თავისი მხრივ აუწყა თუ წინა ღამეს როგორ მოუწოდა ღმერთმა მასაც ძილში. მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ. მიმართეს ქრისტიან ხუცეს და შვილებთან ერთად მოინათლნენ. მომდევნო დღეს ევსტათიმ მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა უფალს.
ნეტარიზაციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ და ევსტათი დაბლად მიენდო ღმერთს. მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს. მონამ ხევლები დაავადდნენ, საქონელი გაუწყდა. გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის თეოფისტიას მშვენიერებით. ნება აშლილმა ძალით გადაწყვიტა თეოფისტიას გემზე დატოვება. ევსტათი არ მოელოდა ასეთ უეცარ გადაწყვეტილებას და ვერაფერი მოიმოქმედა მეუღლის გადასარჩენად. საშინლად დამწუხრებულმა ევსტათიმ გზა განაგრძო და მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა. შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყმა ლომს მოეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა, რადგან ის გელმა დღეში გაიტაცა. ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარე დატირდა. მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და 15 წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე მწყემსებმა, მეორე კი მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს. არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა. მძიმე სნეულებით ამოხდა სული. მისი მეუღლე კი შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს. ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა მხედართ მთავარი და პლაკიდას მოსაძებნად მისი მეგობრები გაგზავნა. დიდი ხნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. მას მინდორში შეხვდნენ და ვერ იცნეს. უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დახმარებას თხოვეს. წმიდანმა თავისი ვინაობა არ გაამხილა და ბატონის სახლში მიიწვია ისინი. მგზავრებმა ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი, საბრძოლო ჭრილობა შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. მათ უამბეს წმინდა ევსტათის თურისთვისაც ეძებდნენ. ღვთის განგებულებით ევსტათი რომში დაბრუნდა
და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. ერთხელ ლაშქრობის დროს ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ორი ჭაბუკი მეომარი ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა, როგორ დაკარგა დედმამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო. მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, მათ დედას, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა ძეებს არ გაყროდა. ამიტომ მხედართმთავართან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ გადაწყვიტა მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად ევსტათი საკერბოში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს. ევსტათი მუშიშრად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო. განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქվել მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათი, თეოფისტია, აღაპი და თეოფისტე ხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. მაგრამ პირუტყვებმა წმიდანებს პირი არ დააკარეს. მაშინ გამხეცებულმა იმპერატორმა განკარგულება გასცა. მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით ურწყინავდათ. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. ნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებულო და სარწმუნოებით მისისა სასმელისა მსმელო ევსტათი, ზიარდა თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმნენ თვით მის ყოველთა ღმრთისა მიერ მაღლით მომღებელო მოტევებისა.